თქვენი აზრით სოროსის ფონდის საქმიანობა საქართველოში უნდა აიკრძალოს თუ არა? რა? სოროსის ფონდის საქმიანობა არა უნდა ხარ, სოროსი არ დამანახო. თქვენი აზრით საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა არსებდეს თუ უნდა აიკრძალოს? არავითარ შემთხვევაში ექსპერიმენტი ჩავატარე 2003-ში გითხრა ვირთხებივით, ასე რომ არანაირად, არაფერი კარგი მაგ ფონდს ჩვენც არ გაუკეთებია. თავიდან ხალხს რო შიმშილით სული გძვრებოდა, ვითომ 500 ლარს აძლევდა პროფესორებს, იქედან წაიღო იდეები იყიდა და იმის მერე მოსპეს განათლების რეფორმა. აღარაფერი აღარ არის საშინელება უკვე რაც ჩატარდა ლომაიას მიერ. ასე რომ მაგ ფონდს არაფერი აქ არ ესაქმება, მარტო რევოლუციები და ყირაზე დაყენება. თქვენი აზრით საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა? უნდა აიკრძალოს. ხარ გეტყვით რატო? იმიტომ რომ ცუდი რაღაცეებისთვის იყენებენ იმ ფულს. აი აჯანყეს ახლა ახალგაზრდები. სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა? სოროსი აღარ არის ხო მისი ქართული წარმომადგენლობა მხოლოდ. დიახ. ხო, უნდა განაგრძოს მუშაობა. მე მისი კოლეგა ვარ, ასე რომ სხვანაირად ვერ ვიყავ. საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა? კი, უნდა აიკრძალოს. სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა იკრძალებოდეს თუ არა საქართველოში? ალბათ უფრო უნდა იკრძალებოდეს. საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა? სახელმწიფო როგორც გადაწყვეტავს ის თქვენი აზრით საზოგადოებიდან? უნდა იკრძალოს. ვიცი გულისში რა არის სინამდვილეში. საქართველოში სოროსის ფონდის მუშაობა უნდა აიკრძალოს თუ არა? უნდა აიკრძალოს. ეს ფონდი, როდესაც უკვე ასე საყოველთაო და არა მხოლოდ საქართველოსთვის ამდენ პრობლემებში ამხილებული, თავის დაზღვევის მიზნით მაინც სასურველია რომ აიკრძალოს. საერთოდ რადიკალური რაღაცების მომხრე არ ვარ, აკრძალვები და რაღაც ესეთების, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ისეთი საყოველთაო გახდა ეს ყველაფერი, რომ ვფიქრობ სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ უნდა არსებობდეს? უნდა აიკრძალოს აუცილებლად. რატო? იმიტომ რომ კარგს არაფერს აკეთებენ და თქვენი აზრით საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა იკრძალებოდეს თუ არა? აბა რა. უნდა იკრძალებოდეს? აბა რა. ხარ გეტყვით რატომ იზეს? იმიტომ რომ ეგ ბოროტების წყაროა და იმიტომ. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს არც ერთი ფონდის, არც ერთი დახმარების, სადაც ეს ქვეყანა იღებს მათ შორის არც სოროსის. არსებობს სოროსი კიდე? ორგანიზაცია წარმოქმნილი. ხო, არ მგონია რომ საერთოდ აკრძალვა უნდა ეფუძნებოდეს რაღაცას. თუ კი არის მონაცემი, რომ ის ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, უნდა იკრძალოს. თქვენი აზრით საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა? რა თქმა უნდა ეკრძალოს. რატო ხარ გეტყვით? ეგ საბავშვო ბაღის ბავშვმაც კი იცის. სოროსით წასულიყოს იმ იქით. თავის